ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. Სამდაკარგულ ადამიანს 24 საათიან რეჟიმში ეძებენ, ზუგდიდში ქრთამის აღების ფაქტზე გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს. რადიო ეთნეთის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას, ახალ ამბებს თია შონია გაგაცნობთ. ზუგდიდში ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ ორულუს გამგებელი მწ დააკავეს. ამ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რადიო ათინაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურში დაუდასტურეს. მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თბილისში სტიქიის დროს დაღუპული ლიზა ზარანდიას ცხედარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში გვიან ღამით გადაასვენეს. მეგობრებმა გოგონას საათით აქსესუარებით და ტანსაცმლით იცნეს. დებს ლიზა და ინდირა ზარანდიებს მშობლიურ სოფელში შაბათს 20 ივნის დაკრძალავენ. მსჯავრდებულის დიმიტრი თოლორაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სამეგრელოს ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურის შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. მათივე თქმით, მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად ქუთაისის ნომერ 2 საყვავილეში ხელები მაგიდაზე დაიჭე და მუცელი გამოიფატრა და ასევე თავის ჩამოხრჩობა სცადა. მსჯავრდებულის ნათესავების განმარტებით თოლორაია ნასამართლევია, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, ის მაშინ უდანაშაულო იყო და სამართალდამცავებმა მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. დიმიტრი თოლორაიას ადვოკატის თანდილა ჯოლოგუას განმარტებით მსჯავრდებულის სასჯელს გამოძალვის მუხლით იხდის. თბილისში მოხალისეებსა და მაშველებს, რომლებიც სტიქიისგან დაზიანებულ უბნებში მუშაობენ და კანის დაზიანება მიიღეს ტეტანუსის აცრის გასაკეთებლად, დღის საათებში შეუძლიათ მივიდნენ იმუნიზაციის ცენტრის დამატებით სერვის ცენტრებში, რომლებიც ვაკესა და საბურთალოს რაიონებშია გახსნილი. შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცხელხაზზე 247-06-06 შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მდინარე ვერესთვის კალაპოტის შეცვლა მოხერხდა თბილისში წყნეთის ქუჩის მე-13 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მდინარეს მარცხნიდან კლდეის საზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა. სამინისტროს განმარტებით, სტიქიის პრევენციის მიზნით მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტით შეიცვალა. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხარეს დამცავი კედლის ასაშენებლად. წინასწარი პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლეს კაბელების საქმეზე ბრალდებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გარეშე პარლამენტის დეპუტატების, ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრების, ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის და შალვა შავგულიძის პირადი თავდადებით გაათავისუფლეს. საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს 8 ივნის მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ზომა პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს ბრალად ედება სახელმწიფო შესყიდვების კუთვნილ 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. 13 ივნის მომხდარი სტიქიის დროს დაკარგულ 3 ადამიანს 24 საათიან რეჟიმში ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური სტრუქტურები ავრცელებენ. ამ დროისთვის უცვლელია დაღუპულთა რიცხვი, რომელიც 19-ში ადგენს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად სტიქიის დროს მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი სერგი კაპანაძე. უკრაინის აღმოსავლეთში სპეცოპერაციის შტაბის წარმომადგენელმა ანტონ მირონოვიჩმა თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აღინიშნა რუსეთის საჯარისო დაჯგუფებების ყოფნა დაახლოებით 9000 ადამიანისა, რომლებსაც შეიარაღებაში აქვთ რამდენიმე ასეული ჯავშან სატანკო ტექნიკა, 150 ერთეული საარტილერიო იარაღი და ზალპური ცეცხლის დაახლოებით 100 რეაქტიული სისტემა. 4 ივნის მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რადაში გამოსვლისას. პოროშენკომ თქვა, რომ უკრაინასთან საზღვრის რუსეთის ჯარის კონცენტრაცია 1 წლის წინანდელზე 15-ჯერ მეტიაო. ქალაქ ზუგდიდის მერის ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს და ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით კინოთეატრ ატრიუმში ფილმის საქველმოქმედო ჩვენებები პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად თბილისში 13 ივნის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ. ახალგაზრდული საკრებულოს რეგიონული მენეჯერის ელენე დარასელიას თქმით, ბილეთები აქტიურად იყიდება და მათ ამ დრომდე 1000 ლარამდე თანხის შეგროვებაც შეძლეს.
აფხაზეთში ტურისტების სახელმწიფო აგარაკების დათვალიერებას შეძლებენ. ამის შესახებ სპუტნიკ აფხაზიას კურორტებისა და ტურიზმის ეგრეთ წოდებული მინისტრის მოადგილე ასტამურ ახბამ განუცხადა. მსგავსი აგარაკები 35-დან 1947 წლამდე პერიოდში საბჭოთა კავშირის პირველი პირების დასასვენებლად სოხუმში, ახალ ათონში, რიწის ტბასა და მიუსერაში აშენდა. ახბას თქმით, დამსვენებელი 5 აგარაკის ნახვას შეძლებს, მათ შორის ინდივიდუალური ვიზიტორებიც. უახლოეს დროში სოხუმის დენდრარიუმის დათვალიერების საკითხიც გადაწყდება, რომლის ტერიტორიაზე აფხაზეთის პრეზიდენტის რეზიდენცია განლაგებულია, ამბობს ახბა. ეს ობიექტები ამ დროისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს დაქვემდებარებაშია, წერს ინტერნეტ გამოცემა სპუტნიკ აფხაზია. დღის მთავარი ამბები რადიო ეთნეთის პირდაპირ ეთერში თია შონიამ გაგაცანით დროებით.